სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საფლავზე მისი უწმინდესობის სულის საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღესრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. პანაშვიდის დასრულების შემდეგ აქ შეკრებილებს მიმართა მეუფე შიომ. ერთმა განუსვენოს სულსა ახლად შესვენებულისა მონისა ღვთისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ილიასი საყოფელსა მართალთასა და აწესოს წიაღთა შინა აბრაამის და განუსვენოს ძვირფასო მეუფენო მამანო დედანო ძმებო და დებო აი ჩვენ მდგევართ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საფლავთან და არ გეგმავდით რაღაც სიტყვის წარმოთქმას მაგრამ აი ალბათ მაინც საჭიროა რომ რამდენიმე სიტყვა ითქვას იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში იმდენად მრავლის მომცველი ღვაწლი მოიღვაწა რომელიც ალბათ ერთი ადამიანისთვის არ ვიცი ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში ეს საქმეები განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყვნენ და აი უწმინდესმა ამდენი გააკეთა ამდენი რამ დაგვიტოვა და ალბათ მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც ჰქონდა და გვაქვს მაგრამ აი მე მინდა გავიხსენო ეს პირველი უფრო წუთები ალბათ პირველი ფიქრი ჩვენი ყველასი იყო და არის ეხლაც მაგრამ იმ მომენტში განსაკუთრებით როგორ შეიძლება რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ასეთი მამის წასვლის შემდეგ ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ ის იმდენად მასშტაბური იყო და იმდენად ვიმეორებ ესეთი ყოვლის მომცველი რომ ეს აზრი იყო პირველი აი როგორ შევძლებთ ჩვენ ამას ყველანი ერთად და ასევე ფიქრობდით ვიცოდით რა რომ როდესაც წმინდა ადამიანი და მართალი და სულიერი ადამიანი გარდაიცვლება ამას გლოვასთან ერთად აუცილებლად ახლავს ღვთის მადლიც და ნუგეშიც საღვთო სიხარულიც ძალის გამოვლინება და რა იქნება ეს გამოვლინება და ჩვენ პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ მთელი საქართველოს ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ თაყვანისცემისთვის თანაგრძნობის გამოსახატავად გლოვისთვის და ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში და ჩვენს ხალხში. და აი ალბათ შეიძლება ვიფიქროთ რომ შეიძლება ვთქვათ რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. ჩვენ დავინახეთ რომ როგორც მისი უწმინდესობა იღწოდა თავის ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად იგი გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, განაგრძობს ქადაგებას, განაგრძობს ჩვენს გაერთიანებას. და ეს მეტათაც კიდევ იგრძნობა ეს სიყვარული ჩვენში, ერთმანეთისადმი და ღვთისადმი პირველ რიგში. აი ეს არის მთავარი სასწაული და მთავარი ნუგეში. და ალბათ მთავარი რამ რაც მან დაგვიტოვა ჩვენ. ეს არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისადმი ერთმანეთისადმი. და ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ჩვენი ზეციური მფარველი იქნება და ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოსთან და შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს და ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და განვაგრძოთ ღირსეულად ჩვენი მსახურება მისი ლოცვა-კურთხევით. აი, გაგაძლიეროთ კიდევ ერთხელ ღმერთმა და ძალა მოგცეს. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით დღეიდან ყოველდღე 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საფლავზე სასულიერო პირებმა მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყეს პანაშვიდების გადახდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატევის მიგება შეიძლება ყოველდღე 8-დან 22 საათამდე.
საათამდე. ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით სასულიერო პირების მიერ პანაშვიდები 11-დან 16 საათამდე და 18-დან 22 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება. სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამ საკითხზე მედიასთან დღეს კომენტარი გააკეთა. სასულიერო პირმა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებსაც უპასუხა. პატრიარქის ტახტის მოსაყდრეში იმყოფებოდა გადაიხადა პანაშვიდი, რომ გითხრათ. პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ეს ყველა პროცედურა რაც შესრულდება მომდევნო 40 დღის განმავლობაში. პანაშვიდები იქნება ყოველ დღე სიონის საკათედრო ტაძარში. განრიგი გამოქვეყნდა დილ და საღამომდე უწყვეტად იქნება ეს პანაშვიდები, იმორიგებენ სასულიერო პირები და ყველა მომსვლელს შეიძლება რომ პანაშვიდს დაესწროს. აი მე-9 დღესთან ალბათ პანაშვიდები იქნება სულ. მე-9 დღესაც პანაშვიდები იქნება. ასევე კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, დღესაც არ წყდება ნაკადი სიონის ტაძარში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, დღეს კიდევ მოდიან უწყვეტი ნაკადია მთელი დღის განმავლობაში, ისაც რომ პატივი მიაგონ პატრიარქს, კიდევ ერთხელ ისი მანიშნებელია ეს. პატრიარქის გარდაცვალება გახდა რაღაც საერთო მწუხარება და ჩვენ ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები, უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ამ ერთმა წუხილმა. და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ღია იყო სამების ტაძარი. მაინც ვერ მოხერხდა, რომ ყველა მოსულიყო, თუმცა საფლავზე მოსვლა ყველა შეიძლება. წმინდა სინოდი ხომ აპირებს მომდევნო დღეებში შეკრებას? ჯერ არაფერი თქმულა ამის შესახებ. დრო მიცოდეთ, განწყობა ჯერ ისევ არის სამგლოვიარო, თუმცა ძალიან დავიტვირთეთ საორგანიზაციო საკითხები და ეს თან გლოვა და თან პატივის მიგება შესაბამისად როგორც არის საჭირო, საკმაოდ მძიმე ტვირთია ყველასთვის. ერთი რამ მინდა დავამატო კიდევ, რომ აი რაც ახლა ჩვენ ამ დღეებში საზოგადოებაში ვნახეთ ეს ერთსულოვნება, ეს ერთსულოვნება ძალიან საშურია რომ იყოს შესანარჩუნებელი და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს რომ რაიმე პროცესი აი ამ მოვლენიდან რაღაც პოლიტიკურ შეფასებებში გადაიტანოს და ყველას უბრალოდ მიუთითებ, თხოვ რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, როგორც იყო თქვა კონსტანტინოპოლის პატრიარქის აქ მსახურებასთან დაკავშირებით სრული სიცრუე და აი ამ ყველა ტვირთთან ერთად მე კიდევ გვიწევს ამაზე ლაპარაკი რომ იყო ასე თუ არ იყო ასე და სირცხვილია უბრალოდ აი ამ დღეებში საკამათო თემების ძალით მონახვა რომ ხელოვნურად მოხდეს მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა მხარეებად. ამიტომ სასურველი იქნება რომ არც წამოიწიოს ეს თემები და ნუ ავყვებით მსგავს თემებს როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აყვება წვრილვანებს ეს იქნება ჩვენი პატივის მიგება პატრიარქისადმი რომ მეორად თემებს რომელსაც მოაქვს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში ნუ ავყვებით რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება გადაამოწმეთ წყაროსთან ოფიციალურ წყაროსთან მუდმივად მზადავართ რომ რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნით. ასე ვკითხავთ გოდიში ანდერსთან დაკავშირებით, როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, სეიფში უნდა გენახოთ, აი ხომ არ გინახავთ. ანდერსთან დაკავშირებით მე გეტყვით, პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში, როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა რა უნდა მელაპარაკა. დრო მესაუბრებოდა თან ვერ უყურებდი ისე მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც. მან თქვა ასეთი რამე. აი რომ არისო მითქმა მოთქმა სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში. მაშინ გახსოვთ რომ ძალიან უხერხული თემები წამოვიდა რომ თითქოს ქამარზე კიდია გასაღები სეიფის და ასე შემდეგ ეს სიტყვები მითხრა. ესე რომ ამბობენ რომ ქამარზე კიდიაო ეს გასაღებიო თუ აქ არისო თუ იქ არისო ეხლაო რომ მაგით აღარ დაინტერესდნენ მეტიო რაც უნდა ეწეროს ანდერჩიო ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო რომ აღარ გქონდეთ ამაზე ბჭობა ეს წერი ანდერჩი თუ ის წერი ანდერჩი ამიტომ უნდა მივიჩნიოთ რომ ბრძანება რომელიც პატრიარქმა
დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძი. და თქვენ ხარ გქონიათ საუბარი აი კანდიდატთან დაკავშირებით? სირცხვილი ამ თემებზე ლაპარაკი ჩემო კარგო. მაღალი საზოგადოებრივი ყველას ინტერესიდან არ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია იწყებს ამაზე ლაპარაკს. ტელევიზიები არ ირჩევენ მომავალ პატრიარქს და სირცხვილია დააცადეთ ხალხს გლოვა. ხო? მოურჩეთ ამ თემებზე ლაპარაკს, არის ძალიან დიდი სირცხვილი და უკულტურობა. მადლობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პატივის მისაგებად მოქალაქეების რიგი ახლა უკვე სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის მეთაურის საფლავთან დგას. ილია ჯანაბლარ ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს. ჩვენ აქ მოვედით, რადგან თავი ვალდებულად ჩავთვალეთ. პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს. ჩვენ უნდა ვატაროთ მისი სიყვარული, მისი თითოეული სიტყვა. ხვალინდელი დღე აჩვენებს ვის რამდენად გვიყვარს პატრიარქი და ვინ როგორი ღირსებით ვატარებთ მის ხსოვნას. მოვედი მისთვის რომ პატივი მივაგო. ის იყო ჩვენი ყველას მამა, მფარველი და იმედი მაქვს რომ და ვიცი ზუსტად რომ ის ასეც დარჩება და იქიდან დაგვიფარავს. ძალიან გული დამწყა დიდი დანაკლისია ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვისაც და განსაკუთრებით დიდი დანაკლისია იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს საქრისტიანოში შედის და მოზიარებარ თელი საქართველოს ტკივილის და მეც გული მტკივა ემოციებს ვერ ვმარავ, სიმართლე რო ვთქვა. ჩვენი მაგალითია ჩვენი პატრიარქის სიყვარულის და მოზიარებარ თელი საქართველოს ტკივილის. მადლობელი ვარ მართლა გულწრფელად რომ მომიწია ასეთი ადამიანის ეპოქაში არსებობა, შევესწარი მის ცხოვრებას. პირადად ერთხელ ნახე მხოლოდ, მაგრამ დალოცვის პატივი სამწუხაროდ არ მქონია. წინა დაბადების დღეზე 25 დეკემბერს მაქვს მეც დაბადების დღე, პატრიარქის აღსაყდრების დღეს და მაშინ ვნახე პირველად და ბოლოს. და ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი გამიკეთა ჩემს დაბადების დღეზე, იმიტომ რომ პატრიარქის ჯვარიც შემხვდა, არ იგებდნენ და აი საერთოდ წარმოდგენა არ მექნებოდა, რომ მართლა ამხელა პატივში აღმოჩნდებოდი.